საქართველოს სადარაო უწყების განცხადება ქვეყანას სახელმწიფოებრივი მიდრომა აქვს ოკუპაციასთან დაკავშირებით და გრიგორი კარასინის განცხადებები მიმართულებას ვერ შეცვლის. ასე გამოეხმაურა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი რუსეთის სადარაო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის გუშინდელ გამოსვლას. ოფიციალური მოსკოვი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს მოქმედი კანონის გაუქმებას ითხოვს, რომელიც სისხლის სამართლის საქმის აღზრას ითვალისწინებს მათ მიმართ, რომლებიც აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს საზღვრის გადაკვეთის გარეშე დაემგზავრებიან. ამის შესახებ გრიგორი კარასინმა რუსულ მედიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ვერ იხემძღვანელებს კარასინის მოსაზრებებით, როგორც მოგახსენებათ, საქართველოს მთავრობას აქვს პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიებთან მიმართებაში, კანონში შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებულია გარკვეული ვალდებულებები და ქმედებები, შესაბამისად ეს არის საქართველოს მთავრობის, საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივა, როგორი კანონი ექნება მას, რა ფორმის შინაარსი იქნება ამ კანონს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.